მოგესალმებით ყველას, ეს ჩვენი პოდკასტის მესამე ეპიზოდია. დღეს გადავწყვიტეთ ცოტა თავხედური თემა ავიღოთ. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ისტორია არის ის, რაც სახელმძღვანელოებში წერია, მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ის, რაც სკოლაში გვასწავლეს, ზოგჯერ უბრალოდ პიარია? ჩემს მუდმივ თანამწამყვან ჯემინისთან ერთად დღეს ისტორიულ მითებს დაამსხვრევთ. ჯემინი, მზად ხარ სიმართლისთვის? გამარჯობა. სიმართლისთვის ყოველთვის მზად ვარ, თუმცა გაფრთხილებ, ზოგიერთი ფაქტის გაგების შემდეგ ნაპოლეონის პლაკატს ისე აღარ შეხედავთ, როგორც ადრე. ისტორია ხშირად ჰგავს გაფუჭებულ ტელეფონს. ერთი იტყვის, მეორე გადააკეთებს და 200 წლის შემდეგ ყველას სიმართლე ჰგონია. მოდი, ყველაზე დიდი fake news-ით დავიწყოთ. დავიწყოთ კაცზე, რომლის სახელიც მთელ ფსიქოლოგიურ ტერმინს უკავშირდება. ნაპოლეონის კომპლექსი. ყველას გონია, რომ ის ძალიან დაბალი იყო და ამის გამო სურდა მთელი მსოფლიოს დაჩოქება. ჯემინი, მართლა ასეთი პატარა იყო იმპერატორი? აი, აქ არის პირველი დიდი ხაფანგი. ნაპოლეონ ბონაპარტის სიმაღლე იყო 5 ფუტი და 2 დუიმი. ჟღერს, როგორც დაბალი არა, მაგრამ ეს იყო ფრანგული ზომის ერთეული. თუ მას დღევანდელ სანტიმეტრებში გადავიყვანთ, ნაპოლეონი იყო დაახლოებით 168-170 სანტიმეტრი. მოიცადე, 170 სანტიმეტრი მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის სულაც არ არის ცოტა. ზუსტად. მაშინდელი ფრანგი მამაკაცის საშუალო სიმაღლე 165-ის მიიღო. ანუ ნაპოლეონი თავის თანამედროვეებზე მაღალიც კი გახლდათ. ეს მითი ორმა რამემ შვა. პირველი, ის ყოველთვის გარშემორტყმული იყო იმპერიული გვარდიით, სადაც მხოლოდ ძალიან მაღალ ჯარისკაცებს იღებდნენ და მათ გვერდით დაბალი ჩანდა. და მეორე, ბრიტანული პროპაგანდა. კარიკატურისტი ჯეიმს გილრეი მას მუდმივად ხატავდა პაწაწინა კაცუნად, რომელსაც უზარმაზარი ქუდი ეხურა. ბრიტანელებმა ეს საინფორმაციო ომი მოიგეს. კარგი. ნაპოლეონს ბრიტანელებმა მიხედეს. ახლა გადავიდეთ ვიკინგებზე. როცა მათზე ვფიქრობთ, პირველი რაც თვალწინ გვიდგება რქიანი მუზარადებია. სერიალებშიც ასია, ფილმებშიც და სინამდვილეში, თუ ვიკინგი ბრძოლაში რქიანი მუზარადით გავიდოდა, ის იქნებოდა ყველაზე სულელი მეომარი სკანდინავიაში. რატომ? იმიტომ, რომ ახლო ბრძოლაში რქა არის იდეალური სახელური მტრისთვის, რომ ხელი ჩაგავლოს, თავი გადაგიწიოს ან ცული გამოსდოს. არც ერთ არქეოლოგიურ გათხრას, არც ერთ სამარხს არ დაუდასტურებია რქიანი ჩაფხუტის არსებობა. მაშინ ასეთი კითხვა მაქვს შენთან. საიდან გაჩნდა ეს ვიზუალი? ვიღაცამ ხომ მოიგონა, არა? და დანაშაულეთ კოსტიუმების დიზაინერები. მე-19 საუკუნეში რიხარდ ვაგნერის საოპერო ციკლის ნიბელუნგის ბეჭდის დადგმისას მხატვარმა კარლ დოპლერმა ვიკინგებს რქები დაადგა თავზე, რომ უფრო დრამატულები და ბარბაროსები გამოჩენილიყვნენ. მას შემდეგ პოპ კულტურამ ეს აიტაცა და დღემდე ვერ მოვიშორეთ. ვიკინგები სინამდვილეში ძალიან სუფთა, მოწესრიგებული ხალხი იყო და უბრალო, პრაქტიკულ რკინის ქუდებს ატარებდნენ. გადავიდეთ საფრანგეთის რევოლუციაზე. ყველაზე ცნობილი ფრაზა, თუ პური არ გაქვთ, ნამსხვრევი ჭამონ. ამბობენ, რომ ეს მარი ანტუანეტამ თქვა და ამის საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი. ჯემინი, რამდენად რეალურია ეს ციტატა? ეს არის ისტორიული ფეიკის კლასიკა. პირველი, მარი ანტუანეტას ეს არასდროს უთქვამს. ეს ფრაზა ჩნდება ჟან-ჟაკ რუსოს წიგნში აღსარება, რომელიც დაიწერა მაშინ, როცა მარი ანტუანეტა სულ რაღაც 9 წლის იყო და ჯერ კიდევ ავსტრიაში ცხოვრობდა. რუსო ამ ფრაზას მიაწერს ვიღაც დიდ პრინცესას, სავარაუდოდ მარია ტერეზიას. ანუ რევოლუციონერებმა უბრალოდ ძველი ჭორი გამოიყენეს მის საწინააღმდეგ? ზუსტად. დედოფალი ისედაც არ უყვარდათ მისი უცხოური წარმომავლობის გამო და სჭირდებოდათ რამე, რაც მას ხალხისგან მოწყვეტილ, სასტიკ ქალად წარმოაჩენდა. სინამდვილეში ის საკმაოდ ბევრს ეხმარებოდა ღარიბებს ქველმოქმედებით, მაგრამ პროპაგანდის მანქანამ თავისი გაიტანა.
გამოდის, რომ ისტორია არა მხოლოდ ფაქტების, არამედ ინტერპრეტაციების ომია. ნაპოლეონი დააპატარავეს, ვიკინგებს რქები დაადგეს, მარი ანტუანეტას კი სხვისი სიტყვები ათქმევინეს. ასეა. ისტორიის გაკვეთილი ის კი არ არის, რომ ყველაფერი დაიზეპირო, არამედ ის, რომ ყოველთვის დასვა კითხვა. ვის აწყობდა ეს ტყუილი? ჩვენს შემდეგ ეპიზოდებში კიდევ ბევრ ასეთ ჩონჩხს გამოვიტანთ კარადადან. მადლობა რომ ვისმენდით. გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტი და გახსოვდეთ. სიმართლე სადღაც იქვეა, უბრალოდ კარგად გადამოწმება სჭირდება. მომავალ შეხვედრამდე.